თქვენ და ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ, რა არის თქვენი ურთიერთობა, როგორია მისი და თქვენი დამოკიდებულებები და მიდგომები ამ ურთიერთობაში. მსგავსი კითხვები ალბათ ხშირად გაწუხებთ და როგორია თქვენი ურთიერთობა? ზუსტად იცით, რომ მთავარი საყრდენი მაინც თქვენ ხართ ამ კავშირში. თითქოს კბილებით გიჭირავთ ეს ურთიერთობა, სადაც ყველაფერი ჩადეთ. სითბო, სიყვარული, მზრუნველობა. გაიღეთ ფულიც კი, ამოიყვანეთ რაღაც გაჭირვებიდან. ხშირად თქვენივე შესაძლებლობების ხარჯზე. თითქოს დაგავალათ სამყარომ მასზე მზრუნველობა. ალბათ ეს განცდაც ხშირად დაგეუფლებოდათ, რატომ მაინც და მაინც მე. ასეთი რაღაცები დამღლელია ურთიერთობაში, მუდმივი გაცემა და მცირედის მიღება. თუმცა თავად აიღეთ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს მასზე, რა თქმა უნდა. იცით რა ჰქვია ამ გავლენას? დამოკიდებულება. ნებით თუ უნებლიეთ, დამოკიდებული ხდება თქვენზე. რადგან იმედი მხოლოდ თქვენი მეშვეობით აქვს. მაგრამ აი ნახეთ რა ხდება ახლა. ის ამას თითქოს არ ადაგდებს. ხომ გიტოვებთ ამ ფიქრებს, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ისე უჭირავს თავი გეგონება ყველაფერს ამას იმსახურებდეს. იცით რატომ? უყვარს თავისი თავი. თვითშეფასება ყოველთვის მაღალი აქვს. მასზე ზრუნავენ, უყვართ, რატომაც არა? მეფესავით გრძნობს თავს. ვისი მეშვეობით? თქვენი მეშვეობით. ახლა კი რა არის თქვენი ბრჭყალებში კოზირი მის მიმართ? ისევ და ისევ დამოკიდებულება, რომელიც აქვს თქვენზე. ანუ როგორც მაგალითად ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე აქვთ ხოლმე ადამიანებს. აი ეგეთი ამოუხსნელი სწრაფა აქვს თქვენს მიმართ. გარბის, სულ, მაგრამ ბოლოს ისევ მაინც ბრუნდება. რთული კავშირია, თუმცა თქვენ ერთმანეთის არჩევანი ხართ და ეს არის ზუსტად ჩადებული შინაარსობრივად აქ მოცემულობაში თქვენ და ის. წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ნუ მირეკავთ, მომწერეთ.